სამწუხაროდ ცოტა პატარა ქვეყანა ხარ და პატარა ეკონომიკა ხარ, იმისთვის რომ შენი კულტურა და შენი ხელოვნება, შენი რაც კულტურული ძეგლები შეინახო ან ახალი შექმნა და ასე შემდეგ, შენ გჭირდება გარე სამყაროსთან და დიდ რესურსებთან თანამშრომლობა. ასე იყო მაგალითად საბჭოთა კავშირის პირობებში, ან იქამდე რუსეთის იმპერიის პირობებში, თუმცა ამას მოყვებოდა სერიოზული ცენზურა და რეპრესიები და ასე შემდეგ, თუმცა ეს ხდებოდა და მე ჩვენ ხედავდით, რომ 90-იან წლებში და 2000-იან წლების დასაწყისში პრაქტიკულად გაჩერებული იყო კულტურული პროცესი და ძალიან ცოტა რამ ხდებოდა. აღდგენა კულტურული პროცესი და განვითარება, გინ ძეგლების რესტავრაციის კუთხით, გინ კინოს განვითარების კუთხით, პირველ რიგში მოხდა ევროპულ სივრცეში ინტეგრაციით და დასავლურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, იქნება ეს კინოფესტივალები, სხვადასხვა ფონდები და დონორები და ასე შემდეგ. დღეს ქართულმა ოცნებამ და კონკრეტულად, როდესაც წარმოუდგენელი რამ მოხდა თეატრულუკიანი დანიშნეს კულტურის მინისტრად და რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ქალბატონმა თეამ იქნა და ის ზუსტად ამისთვის შეუშვეს. იქნა მართლა რაღაც გესტაპოს მეთოდებით მოქმედებდა და თითქმის ყველა ღირსეული თანამშრომელი ან გაუშვა კულტურის სფეროდან, ან ისეთ პირობებში ჩააყენა, რომ ისინი ელემენტარულად ვეღარ მუშაობენ და თავის პროფესიულ საქმიანობას ვერ ასრულებენ და უწევთ პროტესტის მონაწილეები იყვნენ. აი ეს პროცესი არის, ანუ პირველ რიგში ისინი რაც ლაპარაკობენ, მაგის დაღუპვა არის. ანუ ქართულ კულტურას პირველ რიგში დაარტყეს მათ, როდესაც თეატრულუკიანი დანიშნეს კულტურის მინისტრად, როდესაც შეწყვიტეს პრაქტიკულად თანამშრომლობა და ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ ვერ ვითანამშრომლობთ